თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკებს: განათლების გზამკვლევი და იდეიდან საქმემდე. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა განათლების გზამკვლევი. მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ორგანიზაცია ამბრელას დირექტორი სლავა მეჟდოიანი და ვისაუბრებთ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ახალგაზრდებისთვის, როგორიც არის ერასმუსის გაცვლითი პროგრამები, რა შესაძლებლობებს თავაზობს ის ახალგაზრდებს და ზოგადად როგორ ხდება ახალგაზრდების შერჩევა და პროგრამებში მონაწილეობა. მოგესალმებით, ბატონო სლავა, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო სლავა, ჯერ სანამ უშუალოდ გადავალთ ერასმუსის გაცვლით პროგრამებზე სასაუბროთ, თქვენი ორგანიზაცია ამბრელა რო გაგვეცნოთ, რა ორგანიზაცია და ზოგადად რა მისია აკისრია მას დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში. ორგანიზაცია ამბრელა ხატვით გახდა რამოდენიმე დღის წინ. ჩვენი მიზანი არის ახალგაზრდების განვითარება არაფორმალური განათლების გზით, მათთვის ცხოვრებისთვის საჭირო სხვადასხვა უნარების, ცოდნის და დამოუკიდებლობის გაძლიერების მხრით. ანუ ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალგაზრდები, საქართველოს ცხოვრები ახალგაზრდები ჩავხდეთ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ახალგაზრდულ ინიციატივებში, პროექტებში, მონიტორინგებში და ამის მეშვეობით ახალგაზრდები ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით ივითარებენ სხვადასხვა უნარებს, რომელიც საჭირო არის 21 საუკუნეში იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულები. ანუ ის რაც არის სწავლება სკოლაში, რაც არის სწავლება უნივერსიტეტში, უბრალოდ ამ სახის პროგრამები სთავაზობს მათთვის შესაძლებლობები და განვითარების შესაძლებლობები. ჩვენ ამ ეტაპზე ჩართული ვართ რამოდენიმე პროგრამაში, ეს არის ერასმუს პროგრამა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალგაზრდებში, რომელიც გულისხმობს რამოდენიმე მიმართულებას. ერთი არის ახალგაზრდების გაცვლითები, საერთაშორისო გაცვლითები ახალგაზრდებისთვის 13-დან 30 წლამდე ოფიციალურად. ეს კვირიანი მოკლევადიანი ძირითადად ტარდება ევროპულ ქვეყნებში, ასევე ჩვენ ვაკეთებთ ამ პროექტებს საქართველოში. მეორე მიმართულება არის ახალგაზრდული მუშაკებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობს ახალგაზრდებთან, ეს შეიძლება იყოს პედაგოგი, ახალგაზრდული მუშაკის პროფესია არ არის დამკვიდრებული საქართველოს როგორც უნდა იყოს, თუმცა მაინც ბევრი არის შესაძლებლობა საქართველოში ახალგაზრდულთან მომუშავე ადამიანებისთვის და ამ შემთხვევაში 18+ ასაკის ახალგაზრდებს ეხება ნებისმიერი ასაკი, ეს არის მინიმუმ 18. და რა თქმა უნდა, ინგლისური ენა უნდა იცოდე, რადგან ეს ყველაფერი ჩატარდება ინგლისურენით. მეორე მიმართულება არის უკვე მოხალისეობრივი პროგრამები, ეს ევროპიან სოლიდარიტი კორპს, ანუ ევროპული სოლიდარიტი კორპუსი, ეს პირდაპირ და ეს კიდევ თავადაც მოკლევადიან და გრძელვადიან მოხალისეობრივ პროექტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. და ასობით მონაწილეობს მოხალისეობს ევროპულ პროგრამაში, სადაც 2 კვირიდან 1 წლამდე ვადით ჩადიან მოხალისეობენ, რომელიც არის სულად დაფინანსებული GDP-ი და ამ შემდეგ. და ბრუნდებიან უკვე ამ მოხალისეობის პროცესში სწავლებენ პროგრამებს იმ ორგანიზაციაში დაწესებულებებში, ასევე სპორტის სიზონის საკითხების პროგრამებში და და ბრუნდებიან შემდგომ საქართველოში უკვე გაძლიერებული და სხვანაირი პიროვნებები და ახალგაზრდების ძალიან სასარგებლო პროგრამა. ასევე ჩვენ ვარკინგლობთ მოხალისეებს საქართველოში ევროპულ ქვეყნებიდან, რომელიც ჩამოდიან მაგალითად ეხლა კოსკოვის ახალგაზრდულ ცენტრში მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ისინი ეხმარებიან უკვე ჩვენს ახალგაზრდულ საცხოვრებლად ჩართულები, ჩვენ ახალგაზრდულ მუშაკებს და მუშაობენ ქართულ ახალგაზრდებთან.
გარდა ამისა, კიდე სხვა პროგრამებში ვარჩევს, რომელიც არის მსგავსი, მაგრამ დაფინანსებული არის სხვადასხვა განსხვავებული დონორების მიერ, ეს არის გერმანული ახალგაზრდული ოფისი ქვიას პირდაპირ თარგმნით, ეს არის ვიშეგრადის ფონდი, ეს არის ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდი, ევროპის საბჭოს წევრი აქციების საკავშირო ასევე და კიდევ მრავალი სხვა, რომელიც აი ამ ლოგიკას ექვემდებარება, უბრალოდ ფილოსოფიას და მისიას, რისთვისაც ჩვენ ვარსებობთ. ამ ხატის დამალობაში ჩვენ 1000-ობით ახალგაზრდა ჩავთეთ, შეიძლება ითქვას, ბევრი ახალგაზრდის სფეროში ვცვალეთ, როგორც მოხალისეობრივი, ასევე მოკლევადიან და საქართველოშიც კი ბევრი პროექტები განხორციელებული ადგილობრივ დონეზე, რის ძირითადად ჩვენ ვამაყობთ. ეს არის სოფლებში ერთი პერიოდი, სოფლებში სამი პროექტს ვაკეთებთ, ლიტერალურად, ასე ვთქვათ, შემოგვიყვება სოფლებში, მთიან რეგიონებში, მცირე სოფლის დასახლებულ რეგიონებში. და ამ ეტაპზე კიდევ ვაძლიერებ და ვაერთიანებ სხვადასხვა ახალგაზრდა ცენტრებს საქართველოში, რომლებიც შემოიქმნეს ჩვენს ახალგაზრდა ცენტრებს. და აი ამ ცენტრებში მათ შორის ახალციხის დასვენთა განათლების ბაზრის შექმნილი ახალგაზრდების სივრცე და მონაწილეობა და ემსახურება და გახდა აი ამ ხელი წევრი და ვცდილობ სხვადასხვა ცენტრები რეგიონი ესენციალს აწესებს მანჩესტერ გოლფის ექსპერტს და ახალციხეში აი ამ ახალგაზრდებში გამიწევს პრიორიტეტი და ტრანსფერობენ ქალაქგარეთ რეგიონებში და აქვს შედარებით მეტი შესაძლებლობა უბრალოდ ფილიპინს წევრი ახალგაზრდა. აი ამ საკითხს მინდა გამოვეხმაურო, სწორედ მეც ვიყავი ერთ-ერთი მონაწილე, აი ამ თქვენი გაცვლითი პროგრამით, სწორედ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მხარდაჭერით, ამ მიმდინარე წელს სასომხეთში და საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა რეგიონის ბავშვებისთვის იმისთვის, რომ რაღაცა უცხოური გამოცდილებები მიიღონ სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ. აი საინტერესოა, კარგად აუხსნათ ახალგაზრდებისთვის, რა ეტაპების გავლა მომიწევს იმისთვის, რომ მონაწილეობა მივიღო მე როგორც მოხალისე, მან თუნდაც სხვადასხვა ტრენინგ კურსებში გაცვლით პროგრამების ფარგლებში, ძირითადად რა უნარებს ზიამახულებთ ყურადღებას და რა არის ამისთვის საჭირო. ასაკი და ინგლისური ენის ცოდნა საბაზრო დონეზე კომუნიკაციების საერთო არის, თუმცა მაგის გარდა ჩვენ როგორც ვახსენებ პრიორიტეტს ვანიჭებთ ახალგაზრდული ცენტრის ბავშვებს, ანუ ის ადამიანები, ყველაზე მოკლე გზა ეგ არის, თუ კი ცხოვრობ აი ამ მუნიციპალიტეტებში. ალბათ მოხდენის ყველაზე მოკლე გზა არის, რომ იაქტიურო გახდე ამ ცენტრების წევრი და შემდგომ უკვე თან მოტივაცია მიიღო მონაწილეობა ჩვენ პროექტებში. მაგის შემდეგ ეტაპი, რა თქმა უნდა, განაცხადის ფორმა არსებობს, რომელსაც ავსებენ და პროექტის მოთხოვნების შესაბამისად კიდე შესაძლებელია პარტნიორი ორგანიზაცია მოითხოვოს დამატებითი რაღაცა კრიტერიუმები, როგორც არის თემატიკასთან, გამოცდილებასთან კავშირი კონდეს. და ესეც არის დამატებით ჩვენ ეს კრიტერიუმების შერჩევის დროს, რომელსაც ვითვალისწინებთ. და ასაკიც რა თქმა უნდა. ეს არის და ეს ჩავცდილებთ, რომ ის წავახალისოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც მეხალისებენ აღჭურვილობრივ დონეზე, ამის ხელში შეუწყოთ ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციის განსაკუთრებას და იმ ფაქტის, რომ ქართული სიტყვაცი გააზრდას, რასაც ახალგაზრდების საქმე ახალგაზრდა ორგანიზაციები ახორციელებენ ადგილობრივ დონეზე. ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი. საინტერესო იქნება თუ გაიხსენებთ წარმატებულ кейსებს, ის ვინც ერასმუსის პროგრამებით მონაწილეობდა და დღეს საკმაოდ უფრო მეტად წინ არის და წარმატებულია თავის სფეროში და საქმიანობაში. თან თქვენ ამასთანავე აღნიშნეთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ამ პროგრამებში ღებულობენ მონაწილეობას და ბრუნდებიან უკან, არიან უფრო გაძლიერებულები და უფრო, ალბათ, სხვადასხვა უნარების მქონეები, რასაც თავის პროფესიაში იყენებენ. აი ამაზე რო გვესაუბროთ, თუ გახსენდებათ წარმატებული ისტორიები და რამდენად იყენებენ ეს ადამიანები ამ არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს უკვე პროფესიონალური კუთხით. ამის ცალკე სტატისტიკა არ გვაქვს და ესეთი შეფასებები ნაკლებად გვაქვს, თუმცა იქნებიან ხოლმე მონაწილეები, ის როის ტექნოლოგიასაც მოვიშვებთ ხდებიან სხვადასხვა დაწესებულებებში, სხვადასხვა ბიზნესებში და შემდეგ საჯარო სფეროშიც კონკრეტულ პროფესიულ უნარებს ამ პროექტებზე ვერ შეიცნო. უბრალოდ ცხოვრებისთვის skills რაკეთებიან იმ უნარებზე და უფრო გასაუბრებისას ყველას მოსწონს და ყველას ეხმარება. მაგალითად
ისევ ახალგაზრდა ცენტრებზე დაუბრუნდეთ, იქ ქონია გასაუბრება ახალგაზრდა ცენტრების წევრებთან და აი ახალგაზრდები თვითონ რომლებიც არიან 15, 16, 14, 17 წლისები იახიან რომ ძალიან დიდი განსხვავება არის იქამდე და იმის მერე მათ პირად ცხოვრებაში, რამდენად უფრო გახსნილები არიან, რამდენად უფრო მეტი ურიძერები არიან დიდი მუშაობის და შემდგომ ეს ბავშვები მერე უნივერსიტეტებში უფრო აქტიურები არიან და უკეთესი აი ლაბარებენი კოცკულში რო ჩანებიან, უკეთესი დასწრება აქვს ასე თქვა და უკეთესად უყავდებიან იმ ცხოვრებას, თუნდაც თუნდაც შეკვეთილების დაწესებულებაში რაც აკია ხოლმე სკოლებში არ გავდივართ ეგეთ უნარებს ცხოვრების ეუნას რასცილე ინსტიტუტო კომუნიკაცია გიმნაზია და შემდეგ ეს არის რა შეიძლება და ეს ყველა მაისამ სახლის შესაბამება და სტილდება რომ იყო აქტიური, იყო გახსნილი, იყო კომუნიკაბილური, გუნდურად იმუშაებოდა და ასე შემდეგ. ესეთი кейსები ინდივიდუალურად ადამიანზე რო თქვა ძალიან მიჭირდება. ამიტომ ასაკასებით უშვებს და დედამისის არსთან. თუმცა ყველა აღნიშნავს ხოლმე იმის მერე ის მონაწილეების მოკლევადიან და შემოიმზადებიან პერიოდში ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო და ძალიან საფრთხეებია მის ცხოვრებისთვის და ბევრი შეცვალა და ეს შეცვლებაც გაიზარდა და ნამდვილად მასივი. აი მე შემიძლია რომ საკუთარი გამოცდილება თუნდაც აი ამ ეთერით ვისარგებლო და გავაზიარო რომ არა მარტო მიმდინარე წელს, არამედ 2019 წელს მქონდა შესაძლებლობა რომ ერასმუსის გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ყოფილიყავი და სწორედ ჩემი თუნდაც რადიოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობა დაიწყო იქიდან და მე მოხარული ვარ რომ მსგავსი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის არსებობს და ვიმედოვნებ რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ახლა უშუალოდ პარტნიორულ ურთიერთობებზე რო ვისაუბროთ, ანუ როგორ ხდება თუნდაც თქვენი პარტნიორების მოძიება და რას ანიჭებთ უპირატესობას? ჩვენ ვცდილობთ რომ სანდო პარტნიორები ყავდეს და ვცდილობთ რომ შეიძლება მე ქვეყნის ძალიან პროცესი არსებობს პარტნიორების მოძიების და ამ პროცესის დროს რაიცმეთ შეაფასეს ჩვენც ასევე წეს პროექტებს და ის მახორციელებთ თვითონ იგივე პროექტებს როგორც საქართველოში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და აი ამ წლების განმავლობაში გავიცანით და ურთიერთობთ ასობით პარტნიორთან და უმეტესობა მათგანი არის სანდო, არის ჩვენნაირი და ვცდილობთ რომ აი ეს წრე გავზარდოთ. თემატიკას რაც შეეხება, ნუ ბევრი გამში ასე ევროკავშირი მუშაობს რაც news dialogue პროცესი არის ესეთი ყოველდღიური სამეგრელება. ანუ ეს შეფასება მიდის ბევრი შეხვედრები ხდება ახალგაზრდებთან და ამ შეხვედრების ფარგლებში ხდება პრიორიტეტების გამოვლინება და თემატიკის ჩამოყალიბება რის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ნებისმიერი ანუ ჩატარდეს ნებისმიერი ერასმუსის პროგრამა. და ეს არის 11 მიზანი არსებობს ევროკავშირის ახალგაზრდა მიზანი და აი ამ 11 მიზნის გარშემო და ახალგაზრდებისთვის 8 საკვანძო კომპეტენციის ფარგლებში ხდება ყველანაირი ერასმუსი. და ეს შემდგომ რამოდენიმე თამამობრივ წარმოდგენას იქნას ჩვენს ეს არის მაგალითად გარემოს დაცვითი კომპეტენცია და ის კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის მაგალითად ციფრული ენარგია, ეს არის მაგალითად დისკრიმინაცია და ასე შემდეგ. ეს არის მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში და ეს ციფრი თემატიკები, რომელიც ახალგაზრდებში ჭირდებათ იმისთვის რომ იყოს წარმატებული, როგორც წევას. და აი და აი ბოლოსკენ შეჯამება რომ გავაკეთოთ რაღაცა სამოტივაციოდ ახალგაზრდებს რას ურჩევდით, რა გაითვალისწინონ, რისთვის უნდა იყვნენ მზად ამ ეტაპების გავლის დროს, იმისთვის რომ თქვა თუ თავიდან არ გაუმართლა, ფარხმარი რო არ დაყაროს და მომავლისთვის როგორ მოემზადოს, რომ მსგავს პროექტებში კონდეს უფრო მეტი შანსი რომ მიიღოს მონაწილეობა. ნუ შანსებზე ვახსენე ყველაზე მოკლე გზა და ყველაზე შანსი არის როცა აქტიური ან ჩვენს ორგანიზაციაში თბილისში ან აუცილებლად ამბრელასთან ახლოს ხარ, იმიტომ რომ ესე უფრო შეიძლება ჩვენ ვცდილობთ რომ ნუ ხდება ხოლმე ხანდახან როცა გზავნილ მონაწილეებს და მე ეს მონაწილეები არიცევიან შესაბამისად და ამით უფრო ეგეთებიც ხდება იშვიათია, მაგრამ ხდება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ რომ წავახალისოთ ის მონაწილეები, რომელიც კარგად გამოავლენენ თავს ამ პროექტებზე და
ისინი გაუშვათ ხოლმე ისე ხშირად. თუმცა ძალიან უმეტესობა ნახევარზე მეტი პროექტების ვარჩევთ ისეთ ადამიანებს, ვისაც არ მისცემენ პირველად ალბათებენ განაცხადს. ისევ და ისევ დამოკიდებულია იმაზე, რანაირი მოთხოვნები აქვს პარტნიორს. ახლა რჩევებს რაც შეეხება, ჩვენი რჩევა არის, რომ მოლოდინები რომ შეექმნათ სწორი, პირველ რიგში გაითვალისწინოთ ის, რომ რაის გამაის 500-კლავიან სასწავლოში არ მოიწევთ, თუმცა ხდება ხოლმე ხანდახან ძალიან კარგი პირობებში არიან, მაგრამ როგორც წესი ეს არ არის 500-კლავიანი საქმე, ეს კომფორტის ყובაც არ არის ესეთი მაღალგამოწმების არ ვიცი, მოლოდინი ასევე შეიძლება არის ოთახში მოდიწიოს ქვეყნის და კულტურის წარმომადგენლებთან დარჩენა, რაც ასევე ისეთი თემა არის, შეიძლება შემეყარ. თუმცა დაუჩერდა თუ ჩემელი გარიანი და ის კომფორტ ზონიდან გამოსვლისთვის უნდა იყოს მზად. იმისთვის რომ მოხდე პროგრამაზე ალბათ თემატიკასთან ახლოს უნდა იყოს და როგორც ვახსენე ახალგაზრდებთან მომუშავე ადამიანებს ვანიჭებთ უპირატესობა რომ იყოს multiplier ეფექტი. აი უჩამოყალ მე ის ცოდნა და ის უნარი ისთვისაც ეს ტრენინგი ტარდება მე გამოვიყენო იმისთვის რომ ამ ახალგაზრდების განვითარებაში ჩადო ეს შენ მასწავლი რაღაცა მეთოდები თუ სხვადასხვა უნარები და ასე შემდეგ. აი ხო მე ვირჩევ ახალგაზრდის საქმიანობაში იყვნენ მეტად ჩართულები სხვადასხვა ორგანიზაციებში კომუნიკაციის წევრები და ასე შემდეგ. ეს არის მოკლედ და ამის გარდა კიდე შეავსენ ყოველთვის იმიტომ რომ არის საერთი როგორი ხდება რა კრიტერიუმიც და იმიტომ ხანდახან მასლა შეიძლება ესე რომ არის გამოუცდელი ხანდახან ძალიან განსხვავებული თხოვენ ან ჩვენ ვთხოვთ და ამიტომ ესე რაღაცა ის ხელშეცდებით ამინდა შემოიფარგლო არასდროს. და ზოგადად მინდა ეხა იმაზე საუბარი რა არის სფერო თუ ამის დრო და შესაძლებლობა გვაქვს ახალგაზრდის სფერო ხო ანუ ძევს კომია რომ მხოლოდ ეს არის პროფესიონალ საერთაშორისო ექსპერტიზა ის ძალიან არის ამ სფეროს ერთი ელემენტი ხო და რასემს ახალგაზრდული მუშაკი ჩვენთან ეს პროფესია არ არსებობს ჯერჯერობით ის ხო სოციალური მუშაკთან ასოცირდება მაგრამ მე მინდა რომ მარტივი პარალელი გავავლო აი ჩვენს ისტორიულ ეგზემპლართან ადრე როგორ ხდებოდა ახალგაზრდული მუშაკები იმითი ხოლმე აი ძველი ისტორიის პარალელში ხდება უბრალოდ თავადი შვილს რომ დიდა სადღაც თებში რომ რაღაცა ვიცი რაღაცა კაცი რომელიც ასწავლია ნადირობას არის სიტყვა პასუხი შვილს და ასე შემდეგ აი მას ადრე ეგ იყო ცხოვრებისეული უნარების რომ მაშინ არ იყო ციფრული რაღაცა ის სიტყვაული პარალელო ანალიზი არის. არამედ ეს პრობლემებიც არ არსებობდა, მაგრამ რაც საჭირო იყო იმ დროინდელი ეპოქისთვის ადამიანისთვის ყოფილიყო წარმატებული იმას ასწავლიდა ხოლმე აი თვითონების გარეთ ერთი ვიღაც ადამიანის დიტა რაღაცა პროდუქტების შვილებს ხო? დაახლოებით ეგ მიდგომა არის დღესაც ხო ოღონდ სპანაირად ხდება უკვე ჩვენს ეპოქაში 21 საუკუნეში შენ ვიწევს ოღონდ მოკლევადია პროექტით მიდიხარ რაღაცა კლუბში საერთოდ უცხო გარემოში იქამდე ისწრებოდი და პარტიები და ბიზნეს შენს ოჯახში და საფლის იქეთ ამჯობდეს დასჭირებული საფლისი ან სტონს საჩი უცხო დები რაღაც უცხო გარემოში უცხო ადამიანებთან და ვიღაცა რაღაცას დასწავლით იმიტომ რომ ციგნებსაც არის ყოლმობდა გასწავლებული არის ეს ციგნა და სტომა და თუნდაც აქტიობები ხო აი ეს არის ის რისთვისაც რასაც ემსახურება ეს პროგრამა და დაყოფილია ზოგი არის ასე ვთქვათ ახალგაზრდული მუშაკებისთვის ვინც პროფესიულ განვითარებას ემსახურება პირდაპირ PBA professional development და ის გაცვლები ახალგაზრდებისთვის აი უკვე აი ახალგაზრდებისთვის ვინც უბრალოდ ახალგაზრდაა და ასწავლებს პროფესიულებს ასპერში პროფესიულად არ არის ჩვენ ვცდილობთ რომ აი ზუსტად როგორც იყო ადრე აი ესეთი ახალგაზრდული მუშაკები შევქმნათ და ჩავთვით ახალგაზრდები იმისთვის რომ იყვნენ წარმატებულები და ის უნარები კომპეტენცია ხუი აი სამ უნარის უმოს გამოდიებული ის კომპეტენციები განავითარო რაც ეპილოეს იმისთვის რომ იყვნენ წარმატებულები და აი პარალელურად მაშინ თუ მოდილებას და ჩქულს და იგივე საერთოდ ასწავლიდან დღეს უკვე კიდევ სხვანაირი უნარები წარმატებისთვის ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი ახალგაზრდა მსმენელები ამ დეტალებს გაითვალისწინებენ და მათთვის უფრო მეტად მომოტივირებელი იქნება, რომ სამომავლოდ აქტიურად იყვნენ, თუნდაც ახალციხის დასრულთა ცენტრის აქტივობებში ჩართული და სამომავლოდ ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით, რასაც
ამბრელას თავაზობს და ანუ მეც მინდა ამ ეთერით ვისარგებლო, რომ აუცილებლად ყოველთვის ყველა ახალგაზრდას ვეუბნები, რომ მსგავსი პროგრამებით ისარგებლონ აქტიურად, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ორმაგად ზრდის მათ პიროვნულ განვითარებას. მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე კი გემშვიდობებით. დიდი მადლობა და ნახვამდის. ის რაც დღეს მიუღწეველი გონია, ხოლ შეიძლება შენი წარმატების საწინდარი გახდეს. რუბრიკაში იდეიდან საქმემდე ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც მათი იდეა რეალურ საქმედ აქციეს. სამბით როგორ გვეცნობთ, ვინ ხართ, რა საქმიანობთ? გამარჯობათ, მე ვარ ნათია თათინაშვილი, ვარ ეკონომისტი და ჩემი ჰობია ქარგვა. შევისწავლე წლებია დაახლოებით 20 წლის წინ, მეგობარს დავუნახე რომ ქარგავდა და შემდეგ მე თვითონ განვავითარე ეს ჩემი ქარგვა. იმ დროს როცა არც კომპიუტერი იყო, არც არანაირი მასალები მე არ მქონდა, ყველაფერი მე თვითონ მოვიძიე და დღემდე მოვდივარ, მე თვითონ განვავითარე ჩემი თავი, ასე შემიძლია რომ თქვა. უკვე წლებია სასწავლო განათლების ცენტრში ვასწავლი ქარგვას, სადღაც 2008 წლიდან გაიხსნა სასწავლო განათლების ცენტრი. იქიდან მოვდივარ, საკმაოდ ბევრი ჯგუფმა გაიარა ჩემ ხელში, ასაკი იყო შეუზღუდავი, ამიტომ როგორც პატარები დაახლოებით ესე 15-14 წლის ბავშვები, ისე მყავდა 60-65 წლის ქალები, ორი სათვალით იჯდნენ და ქარგავდნენ. ძალიან ბევრი ნაქარგები შევქმენით, მაშინ გამოფენებიც კეთდებოდა ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღემდე ვაგრძელებ ამ ჩემ ჰობის განვითარებას და დღემდე ვასწავლი ბავშვებს ქარგვას, რადგან ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ყველა გოგო, ყველა ქალბატონმა იცოდეს ეს ხელსაქმე, რადგან ნერვულ სისტემას ძალიან ამშვიდებს, რასაც ვაკვირდები, რაც მეტად ქარგავ, უფრო ნაკლებად დამოკიდებული ვარ ტელეფონზე და ეს რაღაც სასიამოვნო პროცესია, ძალიან ეს ფერთა გამა, ეს მულინი, ძაფები, ანუ საქარგავი, ეს კანვაზე ქარგვა, ძალიან ბევრ ნაქარგებს ვქმნი მე თვითონ, მე ჩარჩოებში მაქვს, ასევე ვაკეთებ ორნამენტებით ქარგავ ხელნაკეთ დაუშვათ ჩანთებს, სამაჯვრებს და ძალიან ბევრ ნივთებს ვქმნი და ვარ ძალიან ბედნიერი, რომ შემიძლია ამაყად თქვა, რომ მთელ ახალ წელს მე ვასწავლე კანვაზე ქარგვა. და დაინტერესება და ჩართულობა როგორ არის? თქვათ, იყო ისე რომ რამდენიმე წლის წინ უფრო მეტი იყო და შემიძლია თუ ანუ ამ ხრივ საზოგადოების და მსურველების ჩართულობა როგორ არის ამ პროცესში, რომ ისწავლონ ქარგვა? მე როგორც ვფიქრობ, თავიდან უფრო მეტი ინტერესი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთელ ახალ წელს ვასწავლე უკვე და ეხლა მოდის ის თაობა პატარები, რომელსაც ყოველ ზაფხულს დავუშვათ, ვასწავლი და რა თქმა უნდა, თავიდან უფრო მეტი იყვნენ, იმიტომ რომ ყავდა 3 ჯგუფი, დაახლოებით 50-მდე ალბათ ერთ სეზონზე, დაახლოებით ერთ კურსზე 50 გოგონას თუ ქალბატონს ვასწავლებდი ხოლმე, თავიდან რა თქმა უნდა უფრო ბევრი იყო. ძალიან ჯგუფში მყავდა დაახლოებით 20 და 25 ძალიან რთული იყო თავიდან. ეხლა ვფიქრობ, რომ 5 მაქსიმუმია და უფრო ეს არის, უფრო ახლოს და მივდივარ მათთან და უფრო მარტივია ჩემთვისაც. და ვფიქრობ, რომ რაც ტელეფონზე ბავშვები მეტად არიან დამოკიდებული, ხელოვნება უფრო დაივიწყეს, ვფიქრობ, მაგრამ ეს ზაფხული მგონია, რომ გამოვაცოცხლე ეს ბავშვები, ახალწელი ბავშვები, ახალწელი გოგონები. და ვინც მყავდა ჩემი აზრით, ყველას აინტერესებდა, დაინტერესებულები იყვნენ და დაზუსტებით ვიცი, რომ უმეტესობა 99% მაინც განაგრძობს ამ ქარგვას, დარწმუნებული ვარ. როგორ მიმდინარეობს ხოლმე კურსზე სწავლის პროცესი, რა ეტაპებისგან შედგება, ანუ უშუალოდ რა პროცესს გადიან ეს მონაწილეები? კი, არის რამოდენიმე პროცესი, ანუ თითქოს ქარგვა ეს მარტივია, მაგრამ საბოლოო ჯამში რასაც დავაკვირდი, დავუშვათ 16 შეხვედრა იყო ამ კურსში და ვფიქრობ, რომ ცოტა კიდე დამაკლა, შეიძლებოდა ცოტა კიდე მეტი, დაახლოებით მოვიდოდით 1 საათი, მაგრამ რჩებოდით 4 საათი. ანუ რაღაცა შეყოლიება იცის ამ ქარგვამ. არის ეტაპები, რა თქმა უნდა, იქ უნდა შეისწავლო ჯერ ფერთა გამა, ფერების დასმა, ხო, როგორ ხდება დაწყება ამ ქარგვის
დასრულება, ეს არ არის ჩვეულებრივი სტანდარტული დაუშვათ კარგო, რომელიც კვანძით და კერუა დაუშვათ, საერთოდ განსხვავდება. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო შესწავლათ ეს დაწყება, კარგვის დასრულება, მიმართულებების სწავლა. კი იყო რამოდენიმე ეტაპად შემიძლია დავყო აი ამ კარგვის შესწავლა. თვითონ ეს სწავლის პროცესი რამდენად რთულია? ნუ რთული არ არის, ვისაც ხელოვნების მიმართ რაიმე მიდრეკილება აქვს, ან კარგვის, ან კერვის, ან იმათთვის ძალიან მარტივია და ის, ვინც საერთოდ არც მოუქარგე და ინტერესიც არ აქვს, იმათთვის რა თქმა უნდა ისედაც რთული იქნება, იმიტომ რომ ვიცი პიროვნებები, რომელსაც ნემსის აღება არ შეუძლიათ, იმათთვის რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება, იმისთვის არც საინტერესო არ იქნება, მაგრამ შეიძლება რაღაცა გავაღვიძე ვიღაცაში დაუშვათ, რომ შეიძლება არ ქონდა ეს ნიჭი, მაგრამ რაღაც შეიძლება გაიღვიძოს და საინტერესო როდესღაც მაინც გახდეს, შეიძლება ასაკობრივია, შეიძლება რაღაცა ასაკში გაიღვიძოს ამ იმან რა ქვია ხელოვნებამ. მოკლედ ძალიან საინტერესო ის არის, კარგვა არის ადამიანის ფსიქოლოგიაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. და როცა კი რაღაც ორნამენტს ავიღებ ან რაღაც ნახაც ხოლმე, ზუსტად იმ დროს რომ ვაკვირდები ტელეფონზე ძალიან ნაკლებად დამოკიდებული, აღარ მაინტერესებს საერთოდ Facebook-ი, აღარ მაინტერესებს ტელეფონი, რაღაც ეს დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ დაწყებული როცა მაქვს თარგი იმის დასრულებაში იმდენად ვარ ჩაფრული, რომ ინტერესი აღარ მაქვს ტელეფონს, თუმცა ვიცით რომ მთელი მსოფლიო ტელეფონზე გაჯეტებზე და ეს კომპიუტერებზე არიან მიჯაჭვულები. მაგრამ მე ვფიქრობ აი ეს ზაფხული, როცა ეს მასტერკლასი ჩავატარეთ, ეს სამთვიანი ეს კურსი, უბრალოდ ეს 16 შეხვედრა რაც ქონდა, ამან მე კიდე გამომაფხიზლა და შევიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ აი ეს 2 თუ 3 თვე ტელეფონს მოვიხმარდი ნაკლებად. აი თუ გაქვთ რაღაცით საყვარელი მიმართულება, რომლის მოქარგვაც ყველაზე უკეთ პრომეტად გიყვართ, თქვათ აი რაც ან ორნამენტი ან სახე ან რაღაც ეგეთი თუ გაქვთ. კი, ორნამენტი და სახეები ძალიან მიყვარს, მაგალითად, ნაკლებად მიყვარს, მაგალითად, ყვავილები, ნაკლებად. და თუ უფრო სახე, ეს რაღაც სახის ნაკვთები, რადგან ეს სახე ხა რო წარმოვიდგინოთ, დაახლოებით შეიძლება 20 ერთ და იგივე ფერი გამოვიყენო, 20 ტონალობის, შეიძლება ვიღაცისთვის ყველა იყოს კრემის ფერი, ყველა იყოს რაღაცა ღია რძისფერი, მაგრამ ჩემთვის იქ არის 20 ფერი. შეიძლება 20 რძისფერი გამოვიყენო, მაგრამ ვიღაცისთვის ის იყოს 1 და ის მიყვარს სახის გადასვლების, სახის ნაკვთების გამოქარგვა ძალიან მიყვარს. აი როგორც იცით, მასტერკლასის ჩაატარეთ და მასტერკლასზე როგორი იყო, რამდენი ადამიანი წავიდა, ან თუნდაც უბრალოდ რა შედეგი დაიდო, იმიტომ რომ რაღაც თქოს რთული არის გაკვეთილში რაღაც ისწავლა, მაგრამ აი ამ ხრეზე ცოტა მეტი მოგვიყვარს. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ხა რაც გამოცდილება რასაც მაძლევს, ანუ ერთი მასტერკლასიც მაქსიმუმ გააგებინო, აი დაუშვათ რა არის კანვაზე ქარგვა და ეხა პრაქტიკულად ცოტა რთულია რა თქმა უნდა. ეხა დამაკლდა დღეს მაგალითად მინდოდა რომ კიდე შევხედლოდი ამ ბავშვებს, იმიტომ რომ დავინახე რომ ვინც იყვნენ, ყველას ჰქონდათ ის რაღაც ქარგვის მიმართ დომა ჰქონდათ, ის დომა დავინახე და დარწმუნებულია რომ ის სამივე განაგრძობენ ქარგვას, იმიტომ რომ პირველივე ნემსის ხელში დაჭერის დროს ჩანს მას სურს თუ არა ქარგვა და განაგრძობს თუ არა. თუმცა ძალიან ცოტა იყო ერთი შეხვედრა, ძალიან ცოტა იყო. როგორც იცით, ქარგვას რაღაც მიმართულებებიც აქვთ, როგორ სტილში იქარგებოდა თქვენ, რომელი მიმართულება არჩით ამ კუთხით, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვით. ნუ ქარგვაში ანუ კანვაზე მიმართულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ იქარგება დაუშვათ თუ მარჯვნიდან მარცხნიდან მარჯვნივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამის ქარგვას, იმიტომ არის სიღრმისეულად წვრილმანებია ძალიან ბევრი და ეს არის რა ქვია, აუცილებელია, იმიტომ რომ ყველა ნახატში ჩანს მიმართულებები. არ უნდა შეგოშალოს ეს მიმართულება, სულ უნდა იყოს თუ ვირჩევთ მარცხნიდან მარჯვნივ, სულ უნდა მოიქარგოს ეს მარცხნიდან მარჯვნივ, თუ ვირჩევთ მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ მნიშვნელოვანია და ხილულია ძალიან, როცა ნაქარგი სრულდება, იქ ხილულია ყველა შეცდომა. და რამდენად შესაძლებელია ვთქვათ, ქარგვა შემოსავლის წყაროდ აქციოს ადამიანმა ამ მხრივაც? კი, ძალიან დიდი შანსია, მაგალითად არის საიტები eBay როგორც ვიცი, აქ შეგიძლია განათავსო შენი ნაქარგობები და ევროპა და ამერიკაში საერთოდ ძალიან ფასეულია ხედნაკეთი ნივთი, ეხლა ჩვენთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ეხლა ეს რას ქვია, ორნამენტები, მოქარგული ორნამენტებით ქარგვა, საქართველოში შედარებით უფრო ის არის განვითარებულია, მაგრამ ამერიკაში, ევროპაში
წყალში, როგორც ვიცი, ეს ნახატები, ესე ძალიან ფასეულია მათთან და ძალიან მარტივია ეზე ატვირთო, გააკეთო შენი გვერდი და საკმაოდ შემოსავლიანია. და თუ იგეგმება რომ კიდე იყოს ხოლმე მსგავსი კურსები ცენტრში, ან მასტერკლასები, კი, აი ზაფხულობით ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ყოველთვის ერთი ჯგუფი მაინც ერთი კურსი მაინც ჩავატარო ხოლმე და ჯერჯერობით ვახერხებ წლებია უკვე. ძალიან კარგი და რას ურჩევდით სხვა ადამიანებს თქვა ხარგვის დაწყება უნდა დაიწყო გაჩერდა შიშები აქვს სამიმართულები თუმცა ფიქრობს რომ რაღაც პოტენციალი გააჩნია მაინც ხო ის ვინც დაიწყო ის არასდროს არ დაასრულებს მაგაში ერთმანეთ დარწმუნებული ვარ ვინც იწყებს იმას ყოველთვის უნდა და ყოველთვის განაგრძოს შეიძლება რაღაცა ეტაპზე ხარ როგორც მე მაგალითად გავაჩერე შევაჩერე ხარგვა იმიტომ რომ ბავშვები ყავდა პატარა და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი იმიტომ რომ დაჯდები ხარგვის დროს ვეღარ დგები ფაქტიურად საათი 2 საათი ეს ახლა ზოგჯერ შეუძლებელია მუშაობდი ხომ ძალიან ბევრი სამსახური გამოცვლილი ჩემ პროფესიით და სულ ნატრობდი ხოლმე ნეტავ როდის აღარ მიხდება სამსახური რომ დავждდე და მოვხარგო თუმცა როცა აღარ მქონდა სამსახური ვეღარ მოვხარგე იმიტომ რომ ბავშვები გავზარდე და ეხლა რაღაცა ეს ზაფხული ვფიქრობ რომ ისევ ამოფუქავ ჩემ ამ ხარგას იმიტომ რომ ინტერესი გავიჩნდა რაღაცა ახალი იდეები გავიჩნდა სოთაშორის ეს ახალი იდეები ბავშვებისგან წამოვიდა და ამ იდეებს აუცილებლად გამავითარებ მადლობა ძალიან დიდი თქვენ ძალიან დიდი მადლობა გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.